ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე ეხება კრიმინალურ გარჩევას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა საქმის მოგვარების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა და დახმარებას თხოვა. დეტალებს ახლა გიორგი კობერიძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა. გიორგი, პირდაპირ ეთერში ხარ. დაკავებული სამი პირიდან ორს ბრალი აქვს წარდგენილი ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ერთს კი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით ეს პირები წარსულში ძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის არიან ბრალდებულები. ისინი 23 მარტს დააკავეს, რაც შეეხება დაკავების მიზეზს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთ-ერთი ბიზნეს კომპანიის მეწილე მის ბიზნეს პარტნიორთან დავის გადაწყვეტის მიზნით დაუკავშირდა კრიმინალურ ავტორიტეტებს და ამ დავის გადაწყვეტაში ჩარევას თხოვა. ეს კრიმინალური ავტორიტეტები კი ჩაერთნენ საქმეში და მოდავე ბიზნეს პარტნიორს თავი წარუდგინეს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები კანონიერი ქურდის გლეხოვიჩის წარმომადგენლის სახელით. მოგვიანებით კი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ჩაერთო ამ დავის გადაწყვეტაში და საბოლოოდ დავა გადაწყდა იმ ბიზნესმენის სასარგებლოდ, რომელმაც მიმართა კრიმინალურ ავტორიტეტებს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულების სახლების პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე ვაზნები და მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. წარდგენილი ბრალდება კი 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილია, მისივე ბიზნეს პარტნიორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას თხოვა. აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნეს პარტნიორს, რომელსაც გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები კანონიერი ქურდის ზაალ მახარობლიძის მეტსახელად გლეხოვიჩის წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნეს პარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა კრიმინალურ ავტორიტეტთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდმა ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ქურდული წესებით ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინის შხრეკისას ნიუტკისება დამოიღო AK-74 სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არალის მოდელის პისტოლეტი. ასევე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ დაკავებულების ადვოკატებს, იმ ბიზნეს კომპანიის მეწილის ადვოკატი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით კრიმინალურ ავტორიტეტებს დაუკავშირდა, ბრალს არ აღიარებს, ხოლო იმ რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის დააკავეს, მათი ადვოკატის განცხადებით ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და ადვოკატი ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამ საქმისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს ასევე წარმოადგინა სტატისტიკა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით გასული წლის იანვრიდან დღემდე ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, 5 კანონიერი ქურდი არის დაკავებული, 39 პირი კი დაკავებული არის ქურდული სამყაროს წევრობისთვის, 32 პირი კი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და ასევე ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით. ხოლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული პროცედურის სპეცოპერაციის შედეგად 10 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია დაკავებული. მადლობა გიორგი, ეს გიორგი კობერიძე იყო, მან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის დეტალები გაგვაცნო პირდაპირ ეთერში.